გამარჯობათ. მოგესალმებით ჩემი ხალათით. ეს ხალათი на принцип ჩავიცვი რო იტყვიან. იმიტომ რომ დღეს იცი როგორი ვიდეო იქნება, თუ ჩემიანებით სხვა იქნებით და მომისმეთ, მაგრამ რეგვენების სასწავლმა უფრო რა ორჯერ რო მისმინოთ, ორი ყურით უფრო ჯობია. გავსწორდეთ, მოვიხოდოთ. ხო, ჯერ კონკრეტულად ვიზეც მინდა ვილაპარაკო, მინდა რომ მას დავენახო, დიდად არ ავდგები მეზარე პეხში, გულსის ვერ ავდგები რა. ხო, მე რეკეტყვით რატომაც ვენახვები. კალგოტკა, ჩულკი, როგორც შენეძახი. ხო, და მე რეკეტყვით რატომაც დავენახე ხა. ხო და ეს კიდე დღის შუქზე რომ კარგად აინახოს დამდნარი რა არის და ახრუკული და რაღაცა. ნუ ზოგადად მოდი დღეს ვილაპარაკოთ. ოღონდ არ დამიწეროთ, ან ყურადღება არ მიაქციო. ან მოდი არა, მაგრამ ნახავთ ახლა როგორც გავცეთ პასუხს. ანუ არ გეგონოთ რომ აი მე გული მეტკი და გული დამეწვა და გუში სამსახურში ვეღარ ვიბუშავე. არა. ხალხო რაღაცა არაკომფორტულად თავსი ვარ მეცა. აი ეს რო ქნაფეხი რა. ხო რა ხედავთ რომ სკამის ქვეშ შევყავი ხა ფეხები. ყავაცა მაქვს, ისე კი არ ვარ მოსული, უბრალოდ ესე დავჭდი. ფეხი მეტკი. აუ გუში დავწექი, გუში მინდოდა ვიდეოს ჩაწერა, მაგრამ ეს 8 საათზე, აუ მაგრად მაწუხებდა ფეხი და 8 საათზე დავწექი, რომ ცოტა ხანი დავასვენებ მეთქი და ესა. დილას გამეღვიძა 8 საათზე. უკვე ბავშვების წასვლის დრო არის. მოდით შემოლამაზო. ოქროს ხალათიც რომ ეცოს, თქვენთვის ყველა გზა ხსნილია რომ ჩემთან მოხვიდეთ. თან კაკრას რეგვენების ხროვა დამჯდება ხა ის რომ შეხედა ხოლმე ჩასაფრებლები რა. ვისაც ჯერ კომენტარი არ დაგიწერიათ, აი ვინც ელოდებით რა მსგავსად და კარგად მომისმინეთ. ჩემიანები ცალკე დასხედით და იხალისეთ. პირველ რიგში უნდა გითხრათ, რომ ეხლა დამავიწყდა და მე დაურეკო ლაშას, რომ ნიმესილი და ანტიბიოტიკი მომიტანოს, იმიტომ რომ გძნობ აი აქ იგივეს, რაც წინაზე ვიგრძენი. და მე თუ ეს არ დავლიე, ბოლო მომეხება. მოკლედ, მოდი დავიწყოთ იქიდან. ბიცოლა ჩემზე რომ თქვი, ხო იცით? ანუ რომ მოგასმენინოთ, ხო იცი ბიცოლა ჩემის ამბავი კი არა და ჩემზე რო თქვა რომ წადიო 5 წელიწადში ერთხელ გეკუთვნისო ისაო თმაზე და მაკიაჟი და რაღაცა. მოკლედ მე სულ იმას ვამბობ რომ შენიშვნის უფლებას ვაძლევ ყველას. შენიშვნის ოღონდ კორექტულად ძალიან კარგად გაგცათ იქ ფატიმ პასუხი. ზრდილობიანად, კორექტულად. ანუ მე რადგან ვდებ ვიდეოებს, იმის უფლებასაც გაძლევ, ძალიან ბევრ თქვენგანისგან მიმიღია რჩევა და კიდევაც ვიღებ. მიმიღია კრიტიკა. აიცი როგორი კრიტიკა რო იგრძნობ, რომ ეს იმიტომ გეუბნება, რომ მას უნდა რომ ეს რაღაცას გააკეთო, რაღაც. მე ამას ვიღებ და ძალიან მაგარი მიმღებლობა მაქვს ამისი, მაგრამ თქვენგანისგან აი ვინც ვულკანივით აი დუხ და უცბად ბუშროქნა აი ამ 4 წელია მიყურებ ქალოთი მოგმართა, იმიტომ რომ ჩემთვის ქალო რაღაცა 90% შემთხვევაში არ მხდება ყურში კარგად რა, ვიღაცას ან რო ეუბნები ან რაღაც, ამიტომ მე გადავწყვეტა რომ შენ ქალოთი მოგმართა. მოკლედ, ასეთი რაღაც იყო. ვისაც არ გიყურებით, ეხლა ჩემიანებს, მოდი ეხლა ვიხალისოთ და არც გულის ტკივილით არ წერ ამას, არც არაფერი. უბრალოდ უნდა შევახსენო მე ამ ხალხს, ჩემს არხზე რომ შემოდიან, ესე იგი მე ვუშვებ, ხო? და იმიტომ მიყურებენ, იმიტომ წერენ. მიყურებენ კიდე შეიძლება ბევრმა მიყუროს, მაგრამ კომენტარი ვერ დაწეროს. მე ვუშვებ, რომ კომენტარი დაწერო. მაგრამ მსგავსი ტიპის ხალხს
აღარ მივცე უფლებას მეორედ გაფარცხვალდნენ ჩემს არხს. მოდი ხა დავიწყოთ საიდან როგორანაირად. რა ვიცი ხა მე მგონი ახსნა არ დამჭირდება რატომაც ვია ხალათი რაღაცა დაიხედეთ წვივს ფეხები მაგ წვივაში გაყოფილი პრინციპში. ესე იგი მოდი დავიწყოთ. ვიდეო იყო ესეთი 10 წუთიანი ბოლო ვიდეო რომელზეც შორი როგორ დამიწერე ისა ყავაო თურზე გადმოვიდე მოკლე რომელმა დამიწერეთ მოკლე ეძახე შენაო და რაღაცა კი მოვიდა დამავიწყდა რომელმა დაწერა მოკლედ და ჩაწერე გუშინ წინ საღამოს 10 წუთიანი ვიდეო სადაც ძირითადად აქცენტი გავაკეთე ქორწილის თემაზე და თუ ბიცოლამ რა მომწერა რომ წადი გაიმე კარგი რაღაცა მოკლე დაანები ანუ არ წახვიდე იმ შოპ მარინაში ოღონდ ამას მაგაზეც მოდი აღარ მინდა გადასვლა ბერც არ კევიდვი და წადი იყიდე და დავეთანხმები ერთადერთი არა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პიროვნება ბიცოლა ჩემს ცხოვრებაში რომელსაც ყველაფრის უფლება აქვს ყველაფრის აი ხა რომ შემოვიდეს და მაგრამ იმას სიკვდილოს მაგის უფლებაც აქვს მას არ ყავს აი ჩემს დაუკითხავადო ჩემს საძინებელში შევიდეს მაგის უფლებაც ყველაფერი ჩემზეა გამეფებული ესე რომ ვთქვა ჩემში ეს ადამიანი ერთ-ერთი ადამიანი არის ეს როგორც არის მამი და ჩემი და მე უკვე თითზე ჩამოსათვლელი ხალხი რა ანუ დედა ჩემზე არა ანუ ეს არის ერთ-ერთი ადამიანი ეხლა მე კონკრეტულად ამ ადამიანზე რომ გავაკეთე აქცენტი რა იმიტომ რომ მიყვარს ხოლმე ამისი ესე ჩხუბით რომ ელაპარაკება ხოლმე ესე გულში მალამუთმედება ყველა იმისი ისე მიყვარს ხო და ბიცოლა ჩემა ეს და ეს ხმოვანი ჩაგიგდეთ ხო მე ქნება კიდეც ეს ხმოვანი რა და მინდა რომ მოგასმენინოთ თუ არ დავკარგი რა ვიცი არა სად დავკარგავდი კაცო აქ იქნება არ წაბიშლია მიმოწერა არაფერი კეთოგიო ნუ მოკლედ არის ესეთი რაღაც რა მეცა როგორ ახლა გოგონა ეხლა გისმენდი შენ რაღაცებს მოусმი ხო და ეხლა კარგად მომისმინე ქორწილში რომ მიბრძანდები 5-ში წადი ერთხელ შენთვინაც გაიმ 5-ში აღარ არის ქორწილი გადაიტანეს ეტე ნორმალური რამე იყიდე ბაზრობაზე წადი სალონში შენ თავს მიხედე იმდენ საშრომობ რომ ერთხელ წელიწადში გეკუთვნის არა წელიწადში არა 5 წელიწადში ერთხელ თორე ჩემხელა რო გახდები მე აღარ გე არა და დიდი კი არ არის ჩემზე ესე იგი ჩემი ასაკის ყოფილა ჩემს ქორწილში წარმოიდგინეთ 19 წელი 38 წლის იყო მოკლედ აი ამ ხმოვანთან დაკავშირებით ჩავწერე ეს და ვიცინოდი რა რომ მეთქი ხა ჩამომივარდება და გამწეწავს მეთქი და დავეთანხმე რატომაც არ უნდა დავეთანხმე ბიცოლაჩეთ მართალია და გადავწყვიტე წავიდე ბაზრობაზე და ვიყიდო რამე ხო ეს ახლა ცალკე ცოტათი გამოგწევთ იმ თემას რომ ეხლა ისაუთ შაცმაზეო დახურვაზეო თმაზეო რაღაცაზეო ილაპარაკებსო და მაინტერესებს რაზე უნდა ვილაპარაკო. აი ხვალე ჩავდი, ნუ საღამოს დავდებ ესე 20 წუთი ვიჯდები და გიყურებ. ერთი არ გიყურებია შენ ვინც მაგას წერ. ანუ ეხა იცი როგორი სასტავია, ცოტა ხანი ადუღდნენ, გადმოვიდნენ ეხა და გამოჩნდნენ. აი ეგ. დავსკრინე მე კომენტარი, რაც დამიწერე შენ ქვეშ. ამ ვიდეოს 10 წუთიანი ვიდეოს ქვეშ და სამო ფალფ ასე წერია ფელფ არ ვიცი ვინ ხარ ახარ მაგრამ შევამოწმე ის და 4 წელია ჩემთან ერთად ხარ გაქვს რამდენიმე კომენტარი დაწერილი ნუ ცოტა წაკმენითი და ვატარებდი მაგრამ ეხა მე მინდა რომ ეს ვითომ კეთილის სურვილი კომენტარი თქვენთან ერთად განვიხილო და ვინც ხართ ესეთი ტიპის ხალხი, რომლებიც ჯერ არაფეთქებულ ხართ ჩემთან, არადუღებულ ხართ და შხამი არ გადმოგსვლიათ. თქვენ გასაგონად მინდა ვთქვა, ანუ მე ესეთი კომენტარები არ მაწუხებს, იცი რა მხრივ. უბრალოდ თემას მაძლევს, არა, დააწერეთ, თემას მაძლევს. არ მაწუხებს იმ მხრივ, ანუ არ ვიღებ ანუ არ ვფიქრობ, რომ ეს მე მეხება. და როდესაც გეხება გტკივა, კი.
ხო და ეხლა მე მინდა რომ ეს კომენტარი განვიხილო ვითომ ძვირფასად კეთილი სურველი ადამიანის დაწერილი. ეხლა ნახეთ ეს კომენტარი არის ორნაწილიანი ვთქვათ. ერთი არის დაწყებული წერტილამდე, მერი არის ბჭყალები გახსნილი. ბჭყალები და იმაში წერია. ეხლა მე წაგიკითხავთ წერტილამდე რაც წერია. აი წერტილამდე რო დაგეწერა, მე შენ კომენტარს დაგიგულებდი და მივხვდებოდი რომ მას ჩემთვის კარგი სურს. რა კარგი ქალბატონია ბიცოლა, სწორად გირჩევთ. თმათ სალონში შეიჭერეთ, დაივარცხნით, იყიდეთ ნორმალური რაიმე, კაბა თუ არა, პიჯაკი და შარვალი თუნდაც, შემდეგ ხშირად გამოიყენებთ. მოსჩა. აქ მე ვერ ვხედავ ვერაფერს, რომ ადამიანმა გადაწყვიტოს ის, რომ ვაიმე რატომ ითხარი რა ვიცი, ჩემო ცხოვრება არ ჩაგეხუტე? ვაიმე, ჩემი გულია ეს. მორჩა, რა მოხდა? არც არაფერი. აქ შემეძლო დამეგულებინა და სხვა კომენტარებთან ერთად გამიშვა თქვენი კომენტარი. სამწუხაროდ თქვენ კომენტარს, თქვენ არა ქალო კომენტარს ვეღარ და არ მინდა, ჩემ თავს არ მიცემ იმის უფლებას, რომ ესე მოგმართო. თქვენ კომენტარს ვეღარ დაწერთ. იმიტომ დავბლოკე. შესაბამისად ეს კომენტარი წაიშალა. მარა დარწმუნებული ვარ ისე მონდომები დამიწერე ეს კომენტარი კიდე დასჭირდება, ოდესმე დამიწერო და ახალ აკაუნტს გახსნი და კეთილი იყოს შენი მობრძანება. ეხა შემდეგი. მოდი ეხა დავიწყოთ უკვე კომენტარის გარხება. ბჭყილია გახსნილი წერტილის მერე. ანუ იმ ყველაფერში გეთანხმები წერტილამდე რაც დაწერე. სხვა არაფერი. მე კატის ფეხები ჩას და თქვენ ხო ყველები აქ ახართ კი. სხვისი გადაცმოვიდა. შარვლები სამსახურში ხომ გაცვიათ, ანუ თან თქვენობით მომართავს. ანუ ეგრეთ წოდებული აღთქმასავით არ გაქვთ დადებული. გავყოთ, ხო? გავყოთ. ამ კომენტარის წაკითხვის შემდეგ მაგრად ვიფიქრე, როდის წამიყვანა, წამაფორთხიალა ამან, როდის შემომატარა სამჯერ ტაძართან და როდის ესე თემაზე არ ხუმრობენ ხოლმე, მაგრამ ეს ერთხელ თავს ნებას მივცე. და როდის ამიტრუსე შუბლი. ან როდის მომაწერინე ხელი აღქმაზე და როდის გადაეცი ჩემი სახელით უფალს. ძალიან მაინტერესებს ხოლმე, როდესაც ამ თემას ეხებით, რატო გგონიათ რომ უნდა შეეხოთ, ან რატო გაქვთ უფლება რომ უნდა შეეხოთ, იმიტომ რომ თქვენ არ იცით ადამიანმა რატო გადაწყვიტა, ეს აღთქმა იყო, თქმა იყო თუ უბრალოდ თავის თავთან მიცემული პირობა. ანუ მოგმართ. ანუ შარვალი თუ გაცვიო, ესე იგი აღთქმა არა გაქო დადებულიო და აი ვინ უთხრა რომ აღთქმა დავდეო? ვინ უთხრა? აი ესე გავიღვიძე 16 წლის ამ გავიღვიძე ხო სიმართლე რომ გითხრათ. გავიღვიძე და ვთქვი შარვლებში ვარ გაზრდილი. 16 წლის არა. ნუ ხო 17 წლის მეტი არა. 38 წლის ვარ ახლა. გავიღვიძე და ვთქვი შარვალს აღარ ვიცმევ. აი ეგრე მინდოდა და აღარ ჩავ. არც ხელი მომიწერია. არც აღქმა დამიდია. არც არაფერი არ მიქნია. არაფერი. გავიღვიძე, ვთქვი 12 თუ 13 შარვალი მქონდა და გავაჩუქე ბიძაშვილებში, რომ ფეხი აღარ ჩამეყო და ჩემი თავისთვის მიცემული პირობა შემესრულებინა. აი ეს გავაკეთე. ისე მაინც მომავლისთვის რო იცოდე. და შარვალი განა ეხა მე რო ეხლა აბდგედა შარვალი ჩავიცვა. ან რა ვიცი, არ მინდა რომ უფლის სახელი ვახსენო ესე უაზრო ვიდეოში. ვინმე მოვა და თავზე დამახევს ან იმ აღქმას, თუნდაც მამაო. ესე შევცვალოთ. ან ლაშა არ ჩამაცნოს და ეს შემომაჭრის. ეს არის ჩემ თავთან დადებული პირობა. აღარც კი მახსოვდა შენ თუ არ გამახსენებ. შარვლის არსებობა ჩემთვის მე არ მახსოვს. არც დისკომფორტს განვიცდი რომ რაღაცა. ეხლა რაც შეეხება სამსახურში ჩაცმას. სამსახურში ჩავიცვი, იმიტომ რომ იქ სხვა პირობებია. ხო და მინდა გითხრა რომ აი სამსახურში რო შარვალი ჩავიცვი.
ის რამდენიმე დღე მეგონა ტიტველი დავდიოდი, იმდენად მიუჩვეველი იყო ჩემთვის. იმიტომ კი არა, ჯერ რო გცივა სამსახურში და სხვა სიტუაცია იყო და სიცივე იყო და წლისგან იყავი დაცული, არა. ისეთ პოზებში ვიყავით ხოლმე, რომ ან თევზს რო ავიღებდით და იქით რო და გადაგვედო და იქ ფეხი კომფორტულად ვერ იქნებოდი კაბაში. ან რას გიხსნი, მაგრამ უბრალოდ რა მინდა ვიდეოს თემა შვენივრად მომეწი და თან მინდა რომ გაგაგებინო შენ არა უკვე აი შენს მომავალ შხამის დამღურელ ხალხს რომ ანუ მე ვერ ვარ მე უბრალოდ გაგცემთ პასუხს კორექტულად არც ლანძღვით არც გინებით არც შეურად არა შევარხზე გინებებს და ეგეთ რამაძე მე კლდევა მოსილი ქალი ვარ ეხლა გავაგრძელებთ რა არ გაქვთ დადებული და რა არის ეს კაბებით და გეტრებით აჯლაჯული სიარული ჯერ ეგეთი ეგ აჯლაჯული არ არის ეგ არის აჯაჯული რომელიც სიტყვაც ძალიან მიყვარს და ეხლა მე შენთვის თუ აჯაჯული ვზივარ ბანანეს რა ნუ ბანანეს ვერ მიხვდები შენ იმიტომ რომ ჩემო თანამშრომელმა მასწავლა ეს არის რა ქვია ცუდი სიტყვის ძალიან იოლად გამოყენება რა ხოდა აი ეს ხა მე რაც მაცვია ჩემთვის არის კომფორტი და ვაიმე და კიდე რა გავიწყდებათ რა იაქვე შეგახსენებთ რა მე ვიდეოს არ ვიღებ ანუ არ ვემზადები ვიდეოს გადაგ მე ვცხოვრობ და თან ვიღებ ვიდეოს მე ვიდეოსთვის არ ვცხოვრობ მე რო ხა ვიდეოსთვის ვცხოვრობდე და ვიდეოსთვის რაღაც ეხლა შარვალი კასტუმი პუდრი პობა და ყველაფერი უნდა მესვა არა გავიწყდებათ რაღაცა ზოგიერთებს რომ ეს არის ერთ-ერთი YouTube-ის მიმდინარეობა ყოველდღიური ვლოგები როგორც ცხოვრობს ადამიანი რაღაცა ნაწილი ხა ბოდიში ყველაფერს და რაღაცას ესე არ გავომაქ და არც ვაპირებ რომ ჩემი ოჯახის წევრები ჩემი ვიდეოს და ვლოგების გამო შევავიწრობო და იცი რა მე ვიდეოებს ვიღებ და აუცილებელია კაცო პუდრი პობა და ყველაფერი უნდა მესვას და თქვენი ცხოვრებაც უნდა განვიღებ არა მე რასაც გთავაზობთ ეგ არის საკმარისი და მე ვცხოვრობ და თან ვიღებ ვიდეოს ანუ ვიდეოსთვის არ ვცხოვ დილით არ ვდგები და არ ვიბრაჭე იმიტომ რომ ამერთმა დამიფაროს მოსაწესრიგებელი და რავი ბოდიში და პირ დაუბანელი და აი ესე ვიღებდე წირპლის თვალიდან და აი ცხვირი ყელი ფოდე შეყოფილი და ტილებს ვიცლიდე და აი ესე ჭუჭყს ვასორსალავებდე და გესროდეთ ეგეთი არ ეგ არის შეურაცხყოფა მაგრამ როდესაც დაბანილი დავარცხნილი და ის და ხალათიც ზიხარ ეგ არ არის შეურაცხყოფა შენ გულს ვენაცვალეთ შემოცხოვრება შენ ჩემი სიცოცხლე ხარ ბიჭო ხო და როგორც არ უნდა გაგიკვირდეს ეგეც საზოგადოება ის ჩემი ბავშვი არის და ხალათი იმიტომაც ვიარ ჩემ კატებს ძალიან უყვართ ეს ხალათი ხო და ვინც ძალიან განიცდით ნუ არა ხალათსაც მივართ დაიცადეთ ან მინდა ძალიან გრძელი ვიდეო გამომივიდეს ხო რავი გაიგე კარგად მაინტერესებს აჯლაჯურსიან სოფელში თან სიცივე თან სოფელში ანუ თან სოფელში კაბადა ის ვისაც გაცვიათ რა ქვია არა არ გამოვთანხმა შეიძლება და ისა მამიდას უნდა დაურეკო და მე ჯერ ვიდეოს ჩავწერ მილკი თან სოფელში როგორ ბედავთ სოფელში კაბადა გეტრი როგორ ბედავთ საერთოდ კაბას რა უნდა სოფელში და გეტრს ეგ არის აჯლაჯულისი გადმოფარებული ცოტა გრძელი ზედა შარვალზე უფრო ანუ ცოტა გრძელი ზედა შარვა აქ უნდა მძიმე დაგესვა რომ უფრო მისაღები იყოს ანუ მეჩხოს შემიძლია შეგისწორო რა დაიცი ჭიმულაბაზოდად ვიძურები ზედა შარვა უფრო მისაღები კომფორტული და არა მოიცა ადვიყავი ხარ შარვალზე უფრო მისაღები კომფორტული და არა ამომწევია მან გამომწვევი უნდა ეხა შემოვხედეთ ხალხო კაი ხო ბოდიში ეხა უდნა ვავწევ ფეხს აი ვერ ავწევ ხალხო
ამ ფერის გეტრიბაცია შავ კალგოდგას თბილად ჩავიცი უკვე, იმიტომ რომ მომეხაზა. ეხლა მე რომ მიყურებთ, არა ამომწველი ვარ? მაინტერესებს რამე ვინმე ამოუწევს. როგორ წერია? არა ამომწვევია. ანუ მე ეხლა არა ამომწვევად ვზივარ? კანო თუ აჯლაჯული ვარ, არა ამომწევი როგორა ვარ? და ისე რომ ვიცოდე მაინც შარვალზე როგორი გრძელი ჩავცე, მუხლებანდე, ცოტა ტუნიკას რო ეძახი რაღაცა ეგეთი, ეგ უნდა თაკე კონკრეტები. აი არა ამომწევს რო წერდი იქა. ვიდრე კაბაში და შიშველი ფეხებით ტანტალი. ანუ ეგ არია არა ამომწევი. პრინციპში ესე გუშინდლამდე მე მუხლის ქვემოთ კაბა რომ ეცვა და ნასკი და ტაპკი და ისე წაველი სამსახურში არა ამომწევი ვიყავი და არა ამომწევად ვიქცეოდი გზაში. ხალათზე მიველი მოიცა. ეს ხალათიც კიდე ტონით ახლა მანქანამ გაიარა. ტონით წავიკითხა რა. ეს ხალათიც კიდე ვიყიდეთ ახალი, როცა გჭირდებათ და გიყვართ. ქალო რა თუნდა ვიყიდო ახალი, ერთი ბეწვი არა აქვს დაკარგული, ერთი ბუსუსი არა აქვს დაკარგული. რა თუნდა ვიყიდო ხალხო ახალი. ნუ აი ახლა მინდა რომ შეგინების უფლება მქონდეს რა. მოიცა. დაწყნარდი. მართალი უთქვამთ მაგაზე ხალათზე რომ დავწერე, ხო იცი რომ ისევ დაგადნაო ხალათიო. ვაი თვალები დაგიდნეს შენ. მაინც დამაწყებული ნახვა. ხუმრობით რა თქვა უნდა. აი ეხა შენ გეუბნები რა, აი ამ კომენტარის ავტორს გეუბნები იმ კომენტარზე. დამდნარი რო გაცვიაო ხალათიო, სპეციალურად რო გავრეცხე ეს ხალათი 100 ავდექი და სათითაო ადგილი ნახე. ჯერ ანუ დამდნა იცი როგორ მითხრა, განალან დამწვარი და რაღაც არა. ანუ ზედრო შემოგადნება და ადამიანი ვერი რა არც ერთი ბუსუსი არ აკლია, ისეთ ეს რა არის ქალო? ისეთი ფუმფულა. ორმაგი, ხალხო იმიტომ ვეცი ის რომ უნდა 15 წელი მქონდეს და იქიდან 5-ია გასული. 10-იც უნდა მქონდეს. აი ეგრე. ხო, ეგ ხალათიც მოიცა აქეთ უნდა გადავიდეთ. როცა გჭირდება და გიყვარ. ვაიმე, ჯერ მაგარი რაღაცა უნდა გითხრა. ეხლა 3 ამაგ დასკრილული განახოთ. 1, 2, 3. ახლო მაინც ვიყო მაგ თითებს დაგიზელდი. არ დაგეზარა ქალო. გავაგრძელოთ. მე დედი ხო შეგაწუხე. მართალი უთქვამთ მაგაზე ვარ რა, გაიხა ისაკე. ტემუს ხარახურა, ჯერ ეგერთი ტემუ არა, ეგ არის თემურა. ხარახურებში ყრით ფულს და ნორმალურად რომ გამოიყურებოდე ვიდეოებში. ეს წეღადელი კომენტარი თქვენზე არის. მე არ ვცხოვრობ, იმიტომ რომ შენნაირებს პუდრი პოვებადით მოვევლინო. სხვათა შორის აი ვიდეოს ჩაწერის შემდეგ საქათმეში მივდივარ. ესე აჯლაჯული. ასე ამომწევად. იდაურებს უნდა შეუვარდე და ფრთები დავაჭრა რომ ანა მითხრა ჩემმა მეზობელმა რომ გალავნის თავზე ისხდრე გუშინ შენი ინდაურებიო. და ვიდეოს გადასაღებაც ტელეფონის ასაღებაც შევტრიალდი რომ და გადმომეგზავნა სამსახურშიო და მანქანებმა და მიფრთხესო. ხო და ასე აჯლაჯული და ამომწევი უნდა მივიდე. ამ ხალათით. ფრთები რა ბუმბულები უნდა დავაჭრე. არ გამომიშვიე. თემუს ხალახურებში რომ გალ აი შენ რომ მიყურებ ეხლა და მაგაზე დრო დახარჯე და კომენტარიც რო დამიწერი, აი მაგით აღებული ფულით ვიყიდე თემუს ხალახურები. თუ არა დაჟე კაი ადამიანო, ცოტა დიდი ხანი მიყურე და ვიყიდი ხალათს. მაგისი 40 ლარი რაღა გახდა. არა გენათ. 50-10-ან 15 მივიც. 45-იანებიც იყო და ძალიან თბილი ვიყიდე ორმაგი და 15. შეგეშა. აქ უკვე ნაიცადე
შიგადაშიგ სმაილებს ამატებს, რომ ძალიან მძაფრად არ გამოჩნდეს თავისი კომენტარი, ანუ ეხლა სმაილი არის გულის. ზუსტადაც იმსახურებთ, იმდენ შრომობთ. თქვენ თუ არ ისწავლეთ საკუთარი თავის ფასი, არავინ დაგაფასებთ. ნუ მაგაში გეთახმები საკუთარი ფასი ადამიანმა, ანუ საკუთარ ზოგს ძალიან ფასს ადებს ხოლმე, არა, უბრალოდ უნდა პატივისცემა გქონდეს შენი საკუთარი თავის ცოტათი. რომ სხვებმაც გცენ პატივი. რა მალე შემიძლია. ხო, და აქ უკვე ისა რა, აი მე შეშებოგალე, იმდენ შრომობ, იმსახურებ და რაღაც. ანუ ეს პატარა დეტალი არ გამოჩნდა შესამხელა კომენტარში. არავინ და რაც მეც დაივალდებულებ თავს, უფრო მეც მოგთხოვენ. აქ ვერ მივხვდი ვის მიმართ ვივალდებულებ თავს. იქნებ შვილების მიმართ. იქნებ ოჯახის მიმართ. იქნებ რა ვიცი, მეგობრების მიმართ. ღმერთმა ნუ მომასწროს ისეთ დღეს, როდესაც თავი არ დავალდებულობი ამ ადამიანების მიმართ. თუნდაც უცნობი რა ვიცი, გზაში გავლელის მიმართ ვალდებული ვარ, რომ დავასწრო და გამარჯობა უთხრა. დიახ, მე დავივალდებულებ ბევრ რამეში თავს, ოღონდ თავს არ მოვიკლავ. რატო დაივალდებულეთ ეხლა თქვენ თავი, რომ ჩემთვის უაზრო ვითომ რამე არაფრის თქმელი კომენტარი დაგეწერეთ. არა, როგორ არა ეს კომენტარი სადღაც, ეს კომენტარი არა, ეს ვიდეო სადღაც $10 მომიტანს, ისე რომ შეგიძლია გააგრძელო ხოლმე სხვა აკაუნტით, იმიტომ რომ თუ ვერ. ხო. ან უფრო მეც მოგთხოვენო. ეხლა აქ ვერ მივხვდი. მაინტერესებს ეხლა ამ კომენტარს რო წერ, თუ ყავს ვინმე გულით საყვარელი ადამიანი, ვის მიმართაც გინდა რომ იყო, აი მაგალითად ესეთი გაახარო. დავალდებულებას რაც ეძახი, შენ გაახარო, რამე უყიდო, ასევე ვარ, თუ ყავს, ამას არ დაწერდი. მეთქობა არ ყავს და ძალიან ცოტა ხარ მაშინ. ესე იგი, ვივალდებულებ თავს, რა ვიცი, ხალი რო თხოვდება, ვალდებული ხდება ყველაფრის მიმართ, შვილებს რაც ეხება, ოჯახს რაც ეხება, ქმარს რაც ეს ვერ გავიგე, მომკალი და ვერ გავიგე. შენს მიმართ არ დავივალდებულებ თავს, გამარჯობას თქვას დაგასწრებ, იმიტომ რომ შეიძლება პრინციპში არც გისურვებ, მაგრამ დაგასწრებ. მას ქუჩაში რომ სულ უბრალოდ შემხვდე. აი ერთ-ერთი რომ მივდიოდე, ვერ დამასწრებ გამარჯვების თქვას. მაგით დავივალდებულებ. მე რაღაცით რომ ივალდებულებ თავს, არ ვფიქრობ, რომ მე მაგით ეს ჩემი სურვილით ხდება, ხო, მე რო ეს არ სიამოვნებდეს. არც გავაკეთებ და არც იმ დავალდებულებამდე, არც ოჯახში ვქნი და არც მე სიამოვნებდეს. რა ვიცი, შენ როგორ აღიქვავ, არ ვიცი. გადავიდეთ. დაიცათ, შეეშვით ამ შეკერვებს და შოპრაღაცეებს. მე კიდე ეს არა ქვია. რა ქვია ამას, კაცო, ბჭყალი არა, ბჭყილში ბჭყილია. შოპრაღაცეებს, სახლისთვის რატომაც არა. ქალბატონო ვიღაცა ხარ. ჯერგეთი შოპრაღაცა არ არის, ეგ არის შოპმარინა. და გუში შოპმარინათი ვიყავი წასული სამსახურში, იდეალურად თან. ხო. შეკერვებს და რაღაც რა, ანუ რატო უნდა შევეშვა? ადამიანო, 5 წელი, არა, 4 წელი ვისწავლე ჩემი პროფესია ეგ. დავამთავრე ჭავჭავაძის უნივერსიტეტი, მოდელირება დიზაინის ფაკულტეტი, ტანსაცმელი. აბა რა გავაკეთო? სახლისთვისაც შემიკერია, ზეიმისთვისაც შემიკერია, სხვისთვისაც შემიკერია, ქორწილის ტანსაცმელიც კი შემიკერია, ჩემთვისაც და სხვისთვისაც იმით წასულა. მე ეს არ მეპაზორება, არც მიტყდება. ხო და რატო დაივალდებულე თავი რომ ეს მოდაგეწირა, ვერ გავიგე. მაგრამ აი დარდი და ბანანის. შენ მაინტერესებს რა პროფესიის ადამიანი ხარ, დაანებე თავი მაგას. დაანებე და რა ვიცი, რამე გააკეთე სხვა. დაივალდებულე. ფეხს კიდე მიხედეთ და მიდით ექიმთან. რესელაპარაკო. 21 საუკუნეში ვინ ითმენს ტკივილს? მე-20-ში ითმენდნენ? ეხლა მას რა გონია რომ მე ტკივილს ვითმენ? არ ვითმენ. ზოგადად ძალიან მაგარი მოთმენის უნარი მაქვს ტკივილს, აი კვილის ემტკიოდა რომ სანამ კედლის
ბოლო წერტილში არ მიველი ექიმთან არ დავრეკი, ხო? მაგრამ ასეთი ვარ, ვითმენ. მაგრამ აღარ ვითმენ, იმიტომ მოვდივარ სამსახურიდან, რომ ესე იგი აღარ ვითმენ. ეგ უფრო გართულდება. ჯაინ დაგეწუზა. ხო, ეხლა რაც შეხება. იმ საშინელი სამსახურიდან კიდევ დროზე წამოდით და აღარ უნდა ახსნები. რა მნიშვნელობა აქვს ფეხს ჩაყოფს გაყინულ წყალში თუ ხელს. ანუ მინდა რომ კატეგორიულად დამიყო შენ რომელი სამსახურია საშინელი. ესე იგი საშინელია სიტყვაზე თუნდაც სადაც ამუშავებენ თევზს, ხო? სხვათა შორის გუშინ შენ კომენტარზე ვფიქრობდი. როდესაც აი სამსახური დავამთავრდა, ყოველ დღე სამსახური რო რჩება, არ აგიხსნი. უბრალოდ მინდა გითხრა და დაგანახო. სამსახური რო რჩება, ყველა კუთხე კუნჭული იხეხება. ვუყურებდი ნაგვის ბუნკერი კი არა, ანუ ნაგვის პატარა ის რა, არც ისე პატარა, საკმაოდ დიდი ის, რაშიც ვყრით იმას ხელთათმანი რო გაგვეხევა და რაღაც ეგეთი არ ვიყი, თევზია რაღაც არ. ხელთათ თევზის ნაწლავებს და რაღაცას კი არა. ხელთათმანი რო გაგვეხევა რაღაცას შევჭამთ იმას, ჩავაგდე რაღაც არ. ვუყურებდი და აი ზუსტად ვიცოდი, რომ ამ კომენტარზე ვფიქრობდი რა, რომ ანუ საშინელია. იმდენად სუფთა ნაგვის ბუნკერი გვაქვს იქ. შენ ეგრეთ წოდებულს რო ამბობ საშინელი. სახში მაგიდა არ გექნება ეგეთი. აი ნაგვის ბუნკერზე რო ბუნკერია თუ რაც არის რა, რა ვიცი. ბედრა, არ არის ბედრა, ბუნკერია პატარა. ყავა რო დაგვედო და შოკოლადი დამედო იმდენად სუფთა, ვიდრე შენი სახლის სახლი. და შენ ამას ეძახი საშინელს. ესე იგი შენთვის საშინელია ეგეთი სამსახური. თლაც საშინელი იქნება ეგეთი სამსახური მაგალითად ვინც მუშაობს დასუფთავებაში, ხო? დილის რო 3-ზე და 4-ზე დგებიან, რომ შენ საშინელ სამსახურში მომუშავე ხალხმა დაგილაგონ, იმიტომ რომ შენნაირი დედა დედოფალი რო გაივლისა ეგ. და ანუ ესეთი ტიპის სამსახურები არის შენთვის საშინელი, არადა ესეთ ამ სამსახურებში დასუფთავებაში ეტყობა შენ მაგათ მენაგვეებსაც ეძახი. და არა ადამიანობა ვლინდება შენი მაგით. ამ კომენტარითაც და კიდე იმ წარმოსახვით რაც შენ თავზე გაქვს. არადა ყველა დასუფთავების ხალხი ვინც არის იქ, აი მუხლის ჩუქებით მადლობას უნდა უხდიდე. რომ ეგრეთ წოდებული აი ეს რა ანაზღაურება იყო, აი მაგ ანაზღაურებაზე შენაირი რეგვენი ხალხი სუფთად დადის. და აი მაგ ანაზღაურებაზე კიდე ბევრი თანხმდება, იმიტომ რომ სჭირდებათ. და ჩემთვის ეგ ანაზღაურება ძალიან ნორმალური იყო და არის. და იგივე ანაზღაურებით გადმოვდივარ მე ახლა, ისე სხვაგან. ხო. ხო, მოიცა? ისე და მოიცა, ბლა უხეშად. ზოგჯერ უხეშად თუ არ უთხარი ის ადამიანს არ დაფიქრდება, ანუ იმდენად უხეშად მითხრა, რომ გამომაფხიზლა პრინციპში. ბიძანაჭების დათქვამი და ისა და ეს, ამან მითხრა და ამ კომენტარი რო წავიკითხე, არ შემეძლო რომ არ მიმეხედა თავისთვის. არ შემეძლო. წამოვედი სამსახურიდანაც, ეხლა ეკიპთან გავიქცევი, ეხლა კბილი მტკივდება და დროულად მივხედავ. ხო. რაიმე ღმერთ მადლობა, რომ ესე უხეშად დამიწერე. ხო, ეხლა ის ჩემები როს ხეთხართ, ეხლა თქვენზეა. ნუ უსმენთ ამ ვითომ კეთილის მყოფელებს, ტყუილებს და ტაშს და არც მაგ სამსახურს იმსახურ ძალიან კარგი დედა ხარ და ძალიან კარგი ადამიანი. ბოდიში მოიცადე, ეგ ანუ ეხლა ნუ უსმენთო თქვენ ტაშის მკვლელს და ისაო რა, აი 6 წელია რომ ჩემთან ერთად ხართ და თუნდაც კრიტიკასაც მიკეთებთ და იმასაც მეუნი ამასაც და ჩვეულები მეგობრული და მოკიდებული გვაქვს, ეხლა თქვენზეა ეგ არა. ეგ პომპონებიანი ხალათიც კატებს დაუფინეთ. აქ სმაილი არ დაავიწყდა. არ გიხდებათ. და ვინმე მგითხრა რომ ეხლა მე ეს ხალათი რომ მიხდება, იმიტომ ბაცვია. კატებს დაუფენ? კატებს კი არ დაუფენ ხათ. აი 100 კატა მირჩევნია.
არა, აი მეცოგულო, ერთი კატა მიჩვენი 10 თქვენნაირ და 100. და წარმოიდგინე ერთს რამდენად 100 კატა რამდენად მნიშვნელოვანია ჩემთვის. ხალათს კი არა. ერთი ტრიაპკა რომ მეცვას და მეტი არაფერი არ მქონდეს, აი კატებს იმას დავუფრე. ესენი ჩემთვის იცი რამდენს ნიშნავს, ვერ წარმოიდგენ შენს და ძალიან ძნელია. ერთი კატა იყოლიე რომ მიხვდე როგორი კარგია, როგორ კარგ აურას გადმოიტანს შენში. ეს მე არ მithქვი, ეს დასკვნადებს 21 საუკუნეში ეგ უნდა იცოდე. თუ ისიც რომ 21 საუკუნეში ტკივილს არ ითმენენ, 21 საუკუნეში უნდა იცოდე კატა როგორ მოქმედებს ადამიანზე. შენ კი შემოგევლე. ანა თვალები დახუჭე, შორინა თვალები დახუჭე და კიდბიცოლა ჩემაც თვალები დახუჭოს ამ მომენტზე. კატას რომ აკუწე. ხო მოიცა? აქ გულებს ამატებს ხოლმე. ძალიან კარგი დედა ხარ და ძალიან კარგი ადამიანი. ბოდიში პირდაპირობია. ეს პირდაპირობა არა, ეს არ ვიცი რა, თქვენ. წაშალეთ ეს კომენტარი. აქ ფრჩხილი მთავრდება. ანუ მორჩა რეჩსა. და გაიაზრეთ, აი იმ ბიცოლას ყვარები ხართ მართ. აი იმ არ არის. აი იმ აგრა შეგიშა. იმ ეგ არ უნდა დაგეწერა. ვაიმე მართლა, ვაიმე შენ რომ მითხარი ხა დავიჯერე, დავურეკო ბიცოლაებს კითხობა მართლა უყვარვალ იმ ბიცოლას. მერე აქ გული ჩაამატა. მერე ვეღარც დროს დაიბრუნებთ უკან და ბებერი ქალივით მომჭირნეობა ასაკშიც გეყოფათ. ვაიმე ქალო ფეხები დამისველ და წვიმს. შაბოყავ. ეხა მივხვდი რომ წვის და ტელეფონი მაქვს წვიმაში. აქ ხალის. ვაიმე სუსველი ახლა ერთი წამით და გაგამშრალოთ. ხო, ანუ ბებერი ქალივითო ასაკშიცო გეყოფათო მომჭირნეობაო. ეხლა ნახოთ ჩვენ ჩემ მომჭირნეობა უნდა განვმარტო ამას. მომჭირნეობით რომ ცხოვრობ. ჯერეკეტი რა ის მომჭირნეობა შენ შოპ მარინაში არ გინახივა. მომჭირნეობით რომ ცხოვრობ, იმიტომ დადიან სიტყვაზე ბავშვები, იქაც. გასვლითი პროგრამებია, იმიტომ დადიან იქაც. არაკლდებიან არც ერთ ექსკურსიებს დადიან იქაც. სადაც გვაქვს შესაძლებლობა დავდივართ მე და ლაშაც. იქ იქნება კინო, იქ იქნება ის, იქ იქნება ქორწილი, იქ იქნება ეს, თუ რაც არის. მომჭირნეობით რომ ცხოვრობთ, იმიტომ ვაკეთებთ ხოლმე წელიწადში ერთხელ ერთ ოთახს. ეს არ არის მომჭირნეობა. ეს არის სადამდეც რო გწუდება იქამდე იფარებ, აი ეგ არის. არა, ეგ არის გათვლა თუ რაში უფრო მეტი უნდა დახარჯო, ან რაში უნდა დახარჯო. კაი, ხა მე ავიღე ხელფასი გუშინ წინ მომცეს. იმ საშინელი სამსახურში რო ამბობ. ეხა მე მაგით წავალ და ბოლო კაპიკამდე დავხარჯავ. რომ შენნაირმა რეგვენმა ხალხმა ხელმომჭირნე არ მეძავ. ხადაბია. ეგ თანხა იმდენ რამეზე გადავანაწილე, ეგ რო შენ გითხრა. ხურდასაც მომთხო. კაცი ქალო, თუ კაცო. რაიმე. ხო. ნუ კომენტარი განვიხილეთ რა, პრინციპში დავამთავრდე. ოღონდ და მართლა მაინტერესებს ამ სიგრძე კომენტარი არ დაგეზალა ადამიანი. თან იცოდი ზუსტად იცოდი რომ რასაც წერდი. აი სანამ დავამთავრებ ვიდეოს, მინდა რომ თქვა რომ აი ესეთი ხალხი ვინც ხართ, ვინც ანუ ვლოგებს რო ვიღებ ბევრჯერ აი ადრე ყოფილა ხოლმე, ხლა არა. აი იცი რა უნდა მიიღო, მაგალითად რაღაცას რო ისე დავწერ და ვეტყვი რომ აი შენ ამაზე არ უნდა იცი რა მარაგონია, როდესაც პირადს დებ, ვიღაცა რაღაცას დაგიწევს. ანუ დამიწერე, მაგრამ იმ ზღურამდე სადამდეც ვდებ, ძალიან იქით ნუ შედიხარ. ანუ შენ ვინ გეკითხება რას, როგორ რანაირად ბოლო-ბოლო რა ვიცი.
სულ მილიონჯერ ვამბობ იმას, რომ იგივე სიტუაცია, რომ დაგპატიჟოთ ეხლა მე თქვენ ზალაში და სანამ ყავას მოვადუღებ, აღმოჩნდა რომ საძინებელში ხართ შესულები, ხო? აი ეს უკვე ჩემს ლოგინში იწვა პრინციპში. და ამას გონია ეხლა რომ ქონდა მაგისი უფლება ან ვინმე მისცა უფლება. ან რაღაცა. ვლოგებს ვროვდებ, ჩემ ვლოგებში ზღვარი არის. რა, მე მგონი ხედავ. რაც საჭიროა იმას ის ჩანს. მაგის იქით ვერ დაინახავთ ვერაფერს. ხო და ძალიანაც კეთილის მყოფელი ნუ იქნები კიდე. და ვინც აი ესეთი ადამიანები ხარ, 4 წელია ქალი მიყურებს, 4 წელია და გადმოდუღდა ძლივს, გადმოდუღდა. კიდე კაი ბიძოლა შევა მითხრა რომ მიდიო წადიო ბაზრობაზეო და წავალ ყველა ვარიანტში. იმიტომ რომ ამ ადამიანის ნათქვამს მე 100-დან 100-ს გავითვალისწინებ. და აი მე ამანაც ჩათვალა რომ მოდი ეხლა და ისა გადმოღურე შხამს. აი ესე მოგიგავე შხამი აი. შეგიძლია წახვიდე. და ვინც ესეთები ხართ, ვინც ამდენიმე წლის მანძილზე დუღ და გინდათ რომ რამე დაწეროთ, არა. ამის შემდეგ გადავწყვიტე და იცოცხლი მეფხარება. ამის შემდეგ გადავწყვიტე, რომელიც ჩემ ძვირფას ხალათს შეეხება. აი ესე თუ ისე თუ რაღაცა. კაი, ეხლა შეიძლება შორინამ დაწერო სპეციალურად, მაგრამ შენ არ დაგბლოკავ, ხათუნდამ დაწეროს არ დაგბლოკავთ. აი ისა, მაინც უხარ, ეხლა სეზონი მოვიდა, ხან წითელზე მეცვევა, ხან ყვითელზე და ხან იასამნისფერზე ეს ხალათი. მით უმეტეს ეხლა, აი მე და მაგრამ ენანები ეხლა რომ უნდა გავიდე წვიმაში და დასველდე სახლიდან. მე პომპონებიანი მაგ. აი ესე, ხან წითელი და ხან ყვითელი. ვინც რამეს დაწერს, უსიკვდილოდ დაიბლოკება. უსიკვდილოდ. მე არაფერი არ დამაკლდება, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი რომ ყურებას გააგრძელებთ და ჩემთვის უკეთესია როდესაც შხამიან კომენტარებს ვეღარ დაწერთ. მაგრამ ეგ კომენტარებით საერთოდ ვანანეს მე. წავედი ხა ძალიან გრძელი ვიდეო არ მინდა გამოვიდეს და აბა ჰე და აბა ხო შეგიძლიათ ჩაიზე ჩაუსხდეთ. კარგად.